მეფუტკრეობაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მეფუტკრეთა გაერთიანება თაფლოვანი მცენარეების კონვეიერის შექმნას გეგმავს. სპეციალისტების განმარტებით მეფუტკრეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამინდზე, სწორედ ამიტომ დარგის წარმომადგენლები ცდილობენ ეს მაქსიმალურად შეამცირონ და ისეთი სისტემა შექმნან, რომელიც ფუტკრისთვის სეზონის განმავლობაში უწყებ საკვებ ბაზას უზრუნველყოფს. დროის გამოწვევის მიხედვით დღის წესრიგში დგება ისეთი თაფლოვანი კონვეიერის შექმნა, რომელიც გვალვაში, ანუ იმ დეფიციტურ პერიოდში, გვალვების პერიოდში მოახდენენ თაფლოვანი მცენარეების სტაბილურ განვითარებას. და ჩვენ შევარჩიეთ ისეთი თაფლოვანი მცენარეები, რომლებიც გამოირჩევიან ყინვაგამძლეობით, ასევე გვალვაგამძლეობით. ყინვაგამძლეობის შერჩეული მცენარეები ეს იმას ნიშნავს, რომ ის მორგებული იქნება საქართველოს მაღალმთიანეთს ასევე ამავე დროს და მოგეხსენებათ მაღალმთიანეთშიც უკვე მიაღწია ეგრეთ წოდებულმა გლობალურმა დათბობამ და იქაც გვალვაგამძლესთან ყინვაგამძლესთან ერთად ასევე აუცილებელია გვალვაგამძლე მცენარეების ადაპტირება. რაც შეეხება თვითონ თაფლოვანი მცენარეების ჩამონათვალს, ძალიან ბევრი გვაქვს, დაახლოებით 35 სახეობა, რომელიც ერგება როგორც კახეთს, ასევე საქართველოს აღმოსავლეთ დასავლეთის რეგიონს. ჩვენ თუ განვიხილავთ სტატისტიკურ მონაცემებს მეფუტკრეობაზე, საქართველოს მეფუტკრეობაზე და შევადარებთ 2024 წლის მონაცემებს, თქვენ წარმოიდგინოთ, რომ არ არის მაინც დიდი ცვალებადობა ფუტკრის ოჯახების ზრდაში და განვითარებაში. დაახლოებით 15,000 ოჯახითაა მომატებული ამ 10 წლის განმავლობაში. და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი დონე მეფუტკრეობის განვითარებაში თაფლოვანი კონვეიერის შექმნით.